აი, წარმოიდგინეთ საოცარი ამბავი, აღარაფერი აღარ წერია, ერთადერთი სიტყვა წერია მეგობარი. და ეს იყო დადასტურება აი ამ ერთმა სიტყვა მეგობარმა, რომელიც უფალმა უწოდა ლაზარეს, შემოგვინარჩუნა ჩვენ დღეს ლაზარეს წმინდა ნაწილები, რომლებიც არის კვიპროსზე და მისი სარკოფაგი. ანუ აი თავარი სიტყვა ამ ადამიანის ცხოვრებაში არის მეგობარი და აი ხა მინდა მეგობრობაზე გითხრათ. ეს რაღაცნაირად როგორ გითხრათ, ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. ორი ადამიანია სულ თელს კაცობრიობის ისტორიაში, რომელსაც ღმერთმა მეგობარი უწოდა. უბრალოდ ორი არ არის, ბევრია, მაგრამ აი ესე პერსონალურად ერთი იყო ძველ აღთქმაში მამა ღმერთმა აბრაამზე თქვა, მეგობარი ჩემი აბრაამი და აი ახალ აღთქმაში ესომ კი უწოდა მოწაფეებს უთხრა რომ თქვენ ამიერიდან მეგობარნი ჩემნი ხართ, მაგრამ აი ესე პერსონას, ადამიანს პერსონალურად რომ აი მეგობარი ჩემი ლაზარე, ეს მხოლოდ ლაზარეზეა ნათქვა. რა იყო აი რა ან აბრაამი რითი გამოირჩია, მე ამაზე ვისაუბრებთ ლაზარეზე მინდა ხაზი გაუსვა განსაკუთრებით რითი დაიმსახურა ლაზარე, აი ლაზარემ ეს სიტყვა რა და ეს არის აბსოლუტურად ნებაყოფლობითი აქტი ლაზარეს სიკვდილი. ეს არ არის ის რომ ლაზარე უბრალოდ მოგწვა და იესომ გააცოცხლა, ეს არის ლაზარეს თანხმობით და ეს არის გარდა იმისა რომ მოგწვა ლაზარე და აი უფლის გულისათვის მან თვითონ იქაც აბრაამთანაც ეს არის საკუთარ შვილს წირავს, როგორც მამა ღმერთმა, აი მსგავსება და მეგობრობა სად არის მამა ღმერთმა თავისი ერთადერთი მხოლოდ ჩობილი ძე გაიმეტა, ესე გაიმეტა აბრაამმა ხელი მოუქნია მოსაკლავად. მაგრამ აქ თვითონ არის ლაზარე, იმიტომ რომ ეს თვითონ უნდა მოკვდეს ქრისტე, ხო? ძე და აი ქრისტეს მამის მეგობარია აბრაამი, ეს კიდე თვითონ იმ შვილის ძის, ხო, იესოსი. რითი, რომ აი ეს ნებაყოფლობითი სიკვდილი, რომელიც თვითონ იესომ თავის თავზე აიღო, თვითონ მამამ კი შეწირა თავის შვილი, მაგრამ ეს შვილი აღარ არის პატარა, დიდია რა, იქ ისააკის 37 წლის იყო და თვითონ უნდა გადაწყვიტოს და აი ლაზარე იღებს ამ გადაწყვეტილებას, ოღონდ იესო ღმერთიც არის ადამიანთან, ეს კიდე ადამიანია და ეს ადამიანი მარტო ის კი არა რომ უნდა მოკვდეს. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, უნდა ჩავიდეს ჯოჯოხეთში. აი მეგობრობა სად არის, რომ ქრისტეს გულისთვის, ქრისტე ჩვენთვის აკეთებს, ეს ქრისტესთვის აკეთებს, ქრისტესთვის ჩავდეს ჯოჯოხეთში და 4 დღის მკვდარი, 4 დღეა, ანუ ქრისტე მესამე დღეს აღდგა და ეს კიდე 3 დღე იყო ჯოჯოხეთში და მე 4 დღეს გამოიყვანა იქიდან.